United Kingdom formally recognises the state of Palestine. დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად ცნოდა მალევე შეუერთდა მას სამი ქვეყანა: კანადა, ავსტრალია და პორტუგალია. პალესტინის სახელმწიფოებრიობა გაეროს 140 წევრ ქვეყანასაც აქვს აღიარებული, თუმცა გაერთიანებული სამეფო და კანადა დიდი შვიდეულის პირველი წევრები არიან, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფო ცნეს. ლონდონში პალესტინის წარმომადგენლობის შენობაზე დღეს პალესტინური დროშა საზეიმო დაღმართეს. საუკუნეზე მეთხნიანი უარყოფისა და განადგურების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საბოლოოდ გადადგა დიდი ხნის ნანატრი ნაბიჯი და აღიარა პალესტინის სახელმწიფო. აი ეს აბრა, რომელზეც წერია პალესტინის სახელმწიფო საელჩო ბიუროკრატიული სამუშაოების შემდეგ განთავსდება ჩემს უკან ამ შენობაზე. ეს მომენტი მხოლოდ პალესტინას არ ეხება, ეს ეხება ბრიტანეთს და ბრიტანეთის მთავრობის სერიოზულ პასუხისმგებლობას, პალესტინელი ხალხის თავისუფლებისა და თვითგამორკვევის განუყოფელი უფლებების უარყოფის დასრულებას. ეს არის ისტორიული უსამართლობის აღიარება. ქალბატონებო და ბატონებო, პალესტინა არსებობს. ის ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. ბრიტანეთს, ავსტრალიას, კანადასა და პორტუგალიას დღეს შეემატება 6 ქვეყანა, მათ შორის ბელგია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი. ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის სესიის ფარგლებში ორი სახელმწიფოს იდეის პერსპექტივებზე კონფერენციას გამართავს, რომელშიც პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი მონაწილეობას ონლაინ მიიღებს. მას და პალესტინელთა 80 კაციან დელეგაციას შეერთებულმა შტატებმა ვიზებზე უარი უთხრა. აღიარების შესახებ 6-ვე ქვეყანა დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს. აღიარების პროცესი არის წინაპირობა. პირველი ისაა, რომ ეს ჰამასისადმი ჩემი პასუხი არ არის. არ ვამართლებ ჰამასის მოლოდინებს, მას სურს ისრაელის განადგურება, მაგრამ ვაღიარებ უამრავი პალესტინელის ლეგიტიმურობას, რომლებსაც სურთ სახელმწიფო, რომლებსაც სურთ რომ ჰქონდეთ ქვეყანა. ჩვენ მათ არ უნდა ვუბიძგოთ ჰამასისკენ წავიდნენ. თუ არ შევთავაზებთ ისეთ პოლიტიკურ პერსპექტივას, როგორიც აღიარებაა, ისინი მთლიანად ჰამასის ხაფანგში მოექცევიან. დღეს დიდი დღეა მშვიდობისთვის. გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი გაეროს გენასამბლეას გააცნობს თავის გადაწყვეტილებას, სიმბოლური, დაუყოვნებლივი და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს საფრანგეთის ერთგულებას ორი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. პალესტინის აღიარება და ჰამასის მიმართ კატეგორიული უარის თქმა საფრანგეთისთვის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა. პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯს ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა და მისი ოპოზიციაც პალესტინის სახელმწიფოს ცნობას ჰამასის ტერორისტებისთვის ჯილდოს უწოდებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და ძირს უთხრეს სამომავლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შანსებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინა როგორც სახელმწიფო არ შეიქმნება. მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი სისხლისღვრის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს. თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს. მაქვს კიდევ ერთი გზავნილი თქვენთვის, ეს არ მოხდება. არ იქნება არანაირი პალესტინური სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით. წარსულში ბევრმა ქვეყანამ აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მაშინაც ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ახლა ზოგიერთი მთავრობა, რომლებმაც გადაწყვიტეს მათ რიგებს შეუერთდნენ, კვლავ დგამენ ამორალურ, აღმაშფოთებელ და მახინჯ ნაბიჯს. ეს არის ჯილდო ჰამასისთვის და ჯილდო ტერორიზმისთვის. პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. ისრაელის ხალხი ამის წინააღმდეგია. მომავალი არ გადაწყდება ლონდონში ან პარიზში, ის გადაწყდება იერუსალიმში. ისრაელს შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა აქვს. ვაშინგტონში ევროპელების გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. საკითხი ასე დგას, თუ აღიარებთ თქვენ დაასაჩუქრებთ ჰამას, გულახდილად გეტყვით, მე არ ვარ მათ ბანაკში. ვიცით რომელ ბანაკში ვართ, მაგრამ მე არ ვარ მათ ბანაკში და არ ვაპირებ აღიარებას. ორი სახელმწიფოს შექმნის ფორმულაში, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებს, ჰამასის როლი გამორიცხულია. საერთაშორისო გაერთიანების ნაწილი ურთიერთობას მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციასთან აპირებს. პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ცნობა პალესტინელებისთვის იმედის გზავნილია. ეს აღიარება ისტორიული, ბუნებრივი და პალესტინელი ხალხის კანონიერი უფლებაა. ეს აღიარება ატარებს მნიშვნელოვან გზავნილს პალესტინელი ხალხის მიმართ. ეს არის მომავლის იმედი, რომ იქნება თავისუფალი პალესტინური სახელმწიფო პალესტინის მიწაზე. ეს აღიარება არ არის სიმბოლური, ეს არის პრაქტიკული, ხელშესახები და შეუქცევადი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნებმა უნდა გადადგან, თუ სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპის შენარჩუნება. 4 ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას მიესალმა ჰამასიც
რომელმაც დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა. დაჯგუფება შეერთებული შტატების პრეზიდენტს 60 დღიან ზავს თავაზობს ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამჟამად ტერორისტების ტყვეობაში 48 მძევალია, მათგან სავარაუდოდ ცოცხალი მხოლოდ 20-ია.